რადიკალური ოპოზიცია დისკრედიტებულია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მათ არც ერთ გეგმას განხორციელება არ უწევია. ეს იმის შედეგია, რომ მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კონკრეტული სტრატეგია ჰქონდათ, რომელსაც ოციანვრამდე ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე შეასრულებდნენ. ახლა ამბობენ, რომ მათი მთავარი გეგმა აქციებია. პროპაგანდა ბრუნდება ახალ ნიშნულთან, ხელახლა გეგმა, მაშინ როცა უკვე ორი თვეა თითქმის გრძელდება საპროტესტო მოძრაობა. თქვენ ამბობთ, რომ სტრატეგიას წარმოვადგენთ და სტრატეგია არა, ჩვენ ყოველთვის გეუბნებოდით და ვამბობდით, რომ მთავარი სტრატეგია არის პროტესტი, ბევრი ადამიანი ქუჩაში. გეგმა არა აქვს ოპოზიციას, პრეზიდენტმა არ იცის რასაკეთებს ოპოზიცია. ძალიან კარგი სამუშაო გეგმაც გვაქვს. რა გეგმები უნდა წარმოადგინონ, ან რა უნდა იმოქმედონ, რა უნდა გააკეთონ. გამარცხებული გაუბედურებული ოპოზიცია არის, რაზეა საუბარი. თავარით არის იყო მათთვის 20 იანვარი, რომ პრეზიდენტი ტრამპი რომ შეუდგებოდა უფლება მოსილებას, მას უკვე ქვეყანაში დახვედროდა ან არეულობა, ან შეცვლილი ხელისუფლება და იცით რომ მათ შორის ამისათვის ყველაფერი გააკეთა ყოფილმა ადმინისტრაციამ, ყველაფერს აკეთებდნენ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები. ხედავთ უკვე, რომ მათ აღარ აქვთ ისეთი მხარდაჭერა, ფინანსური და სხვაგვარი მხარდაჭერა ქვეყნის გარედან და რა თქმა უნდა, ეს პროცესები ნელ-ნელა დამშვიდებისკენ საბოლოო ჯამში ჩვენ ველოდებით ოპოზიციას პარლამენტში.